ჩვენთან არის ღმერთი. დღევანდელი სახარება, რომელიც ჩვენ წავიკითხეთ, კვლავ შეგვახსენებს მნიშვნელობას რწმენისა და დაცემულობას ურწმუნოებისა. ოღონდ ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი მიმართულია მოციქულებისადმი. თხრობა სახარებისეული არის შემდეგი, რომ ერთმა გამწარებულმა კაცმა და გამწარებული იყო იმით, რომ შვილი ძე ყავდა მრავალი წლის განმავლობაში ეშმაკით შეპყრობილი და ხან წყალში ვარდებოდა ეს ყრმა ჭაბუკი, ხან ცეცხლში და სასწაულებრივად გადარჩებოდა ხოლმე, ანუ არ კვდებოდა ეს ადამიანი, მიუხედავად აი ამ განსაცდელებისა. აი ეს გამწარებული კაცი მამა მიდის მაცხოვართან და სთხოვს, რომ განკურნე ჩემი შვილი, რადგანაც შენ მოციქულებს ვუთხარი მე და ვერ შეძლეს ამის გაკეთება. მაცხოვარმა განკურნა ეს ყრმა, მაგრამ აი შემდგომ უკვე, როდესაც მარტოები რჩებიან მოციქულები მაცხოვართან, კითხვას უსვამენ, რატომ ვერ შევძელი ჩვენ განდევნა ეშმაკის, ანუ განკურნება ამ ადამიანის. მაცხოვრის პასუხი ასეთია, თქვენი ურწმუნოების გამო მოხდა ეს და აი დანასკვის სიტყვები არის ასეთი. უკვე თუ მდოგვის მარცვლის ოდენა რწმენაც გქონდეთ, მთას რომ უთხრათ, აქედან გადაადგილდი სხვა ადგილას, ეს ყოველივე მოხდება. ძალიან ხშირად გაუგებრობას იწვევს ხოლმე ეს სიტყვები. ერთი რომ ურწმუნოება უთხრა მოციქულებს, ანუ ურწმუნოების გამო მოხდა, მათი ვერ განკურნება ამ ყრმისა, მაგრამ გაურკვევლობას იწვევს შემდეგი სიტყვები, რომ თუ კი რწმენა მაქვს, მაშინ მთების გადაადგილება შემიძლია? ხა შეიძლება პირდაპირი გაგებითაც ეს გავიგოთ, კი? არაფერი არის ადამიანი, წმინდა ადამიანისთვის წარმოუდგენელი. მაგრამ რა დევს ამ მთის გადაადგილებაში? როდესაც მორწმუნეა კაცი, რას ნიშნავს, რომ მთის გადაადგილება შეუძლია მას? მთა რა არის? რომელი მთა იგულისხმება ეს? ამასთან დაკავშირებით, რადგანაც რთული ადგილია წმინდა წერილის, საერთოდ უყვარს რთული ადგილების განმარტება ისე დიდ მოძღვარს, ჩვენგან უკვე ალბათ მრავალგზის ხსენებულს მე-7 საუკუნეში ცხოვრებ მაქსიმი ამსარებელს. ძალიან რთული კაცი თავად. ადრეს გვითქვამს ჩვენ, მრავალი შრომა აქვს და ყველა, თითქმის ყველა, წოდებულია ასე, რთული ადგილების განმარტება. თუ ადვილი იქნებოდა წმინდა წერილის სიტყვა, განმარტება არც ესაჭიროება, თუმცა როგორი ადვილიც არ უნდა იყოს ერთი შეხედვით გაგება წმინდა წერილის, წმინდა მაქსიმი ამსარებელი არის ისეთი ავტორი, რომელიც ბიბლიის, ესე ვიტყვი, სხვა ბიბლიის კითხვას გვთავაზობს. უცნაურია ამიტომ, ესე იგი, როგორი ავტორია. აი ბიბლიას ვკითხულობ, ძველი აღთქმის ტექსტს ან ახალი აღთქმისა ჩვენ. არაფერი გაუგებარი თითქოს არ არის. ხან გაუგებარია, მაგრამ დაუშვათ არ არის. თუ კი შევხედავთ მაქსიმეს განმარტებას, თითქოს ამ ბიბლიის ქვემოთ, ამ ტექსტის ქვემოთ იკითხება სულ სხვა ტექსტი, რომელიც მანამდე ვერანაირად ვერ წარმოგედგინა შენ. ამას ქვია ანაგოგიკური განმარტება, ზე ამზიდველობითი განმარტება. ამაზე მე ჩვენ გვექნება ცალკე შეიძლება საუბარი, სიტყვა მოიტანს სხვადასხვა ადგილებს რო შევეხებით.
მაგრამ შევეხოთ დღევანდელ დღეს, ესე იგი მთას როგორ მარტავს მაქსიმე ამსარებელი. თქვენ გახსოვთ, ხო, ეხლა წაროს მიგითითებთ, რომ მაინც იცოდეთ. ეს განმარტება მოცემული აქვს მას ალბათ ყველაზე რთულ მის შრომაში სახელწოდებით თალასესადმი. იღუმენ თალასესადმი. და 33 თავში 65 თავისაგან შედგება ეს 33 თავში არის ასეთი განმარტება რწმენასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ ადრეც ჰქონდა ნახსენები. მაქსიმე ამსარებელი ამბობს ასეთ რამეს, რომ რწმენა, თქვენ გახსოვთ ეს სიტყვები, მაგრამ მაინც გავიმეორებ. რწმენა არის უსახო სასუფეველი. ესე იგი, სრულყოფილებაში ვერ მოსული ჯერ სასუფეველი. რატო? იმიტომ რომ ამ წუთის სოფელში ვარ ჯერ. აი, როცა რწმენაში ვარ მე, ღვთის რწმენა როცა მაქვს, უსახო სასუფეველში ვარ მე. ჯერ სრულად ვერ გამოცხადებულში. ხოლო ღვთის სასუფეველი ეს არის ღვთის სახოვნად სახექმნილი რწმენა. ჩვენი ადამიანური ენით რო ვთქვათ, ღვთის სასუფეველი არის სრულყოფილებაში მოსული რწმენა, რომელიც აქ დაიწყო. იქ გრძელდება. ამ სიტყვებს, როცა ამბობს მაქსიმე, შემდგომ განმარტავს ასეთ რამეს, ეს რამეს ამბობს. რწმენა არის დამაკავშირებელი ადამიანისა ღმერთთან. სხვა არაფერი დამაკავშირებელი არ აქვს ადამიანს ღმერთთან, თუ არა რწმენა. ჩვენი ადამიანური ენით რო ვთქვათ, სიგნალს ღვთისგან გამოსული მადლისა იღებს რწმენაში მყოფი ადამიანი. აი როგორც უხეში შედარებაა, მაგრამ გასაგები იქნება. აი რადიოს ტალღებს იღებს მხოლოდ რადიო. სხვა მოწყობილობა მას ვერ მიიღებს. სულაც არ ნიშნავს, რომ რადიოს ტალღები არ არსებობს, მაგრამ ამას ჭირდება მოწყობილობა სპეციალური, ვინც ან რაც იღებს ამას. ტელევიზიის ტალღები არსებობს, ინტერნეტის ტალღები არსებობს. მაგრამ ყველაფერს ჭირდება თავისი დანადგარი, რომ მიმღები იყოს ამისი. აი ღვთის შეიძლება ითქვას ტალღების მიმღები არის მხოლოდ ისად ყველა ადამიანი არა. ანუ ყველა ადამიანია, მაგრამ რატო არა, თუ მორწმუნე არ არის, ვერ მიიღებს ამას. ანუ ღვთისგან მადლს იღებს მხოლოდ რწმენა, რომელიც უნდა ცხოვრობდეს ადამიანში. ეს არის დამაკავშირებელი. თვითონ სიტყვა დამაკავშირებელს არ ხმარობს მაქსიმე ამსარებელი, ის ამბობს რწმენა არის მესაშუალე მდგომარეობა ადამიანსა და ღმერთს შორის. ანუ მესაშუალე, ანუ შუალედური დამაკავშირებელი. შემდგომ უფრო რთულია, არ შეგეშინდეთ ახლა. შემდგომ ესეთ რამეს ამბობს. რჯული არსებობს ორი. ანუ ჩვევა ადამიანში, რჯულად, რომელსაც მოიხსენებს მაქსიმე, არსებობს ორი ადამიანში. პირველი რჯული ხორციელი, ანუ ჩვევები ხორციელი, ეს არის გზნობები და გზნობების მეშვეობით ამ წუთის სოფელთან ურთიერთობა ხდება. სხვადასხვა საგნებს ვეხებით, ვხედავთ და ასე შემდეგ. და ეს არის რჯული ხორციელი. გრძნობითი რჯული. და მეორე სულიერი რჯული. აი სულიერ რჯულში არის მთავარი გონება, გონიერება, რომელსაც გააჩნია მიმღებლობა რწმენისა. ესე რწმენა თურმე არის სულიერი მდგომარეობა, ანუ გონისეული მდგომარეობა, რომელსაც შეუძლია რომ კონდეს ან არ კონდეს რწმენა.
აი თუ რწმენა აქვს ადამიანს და არ შეურგულდება იგი და ეტყვის ამ თას გადაადგილდება აგზელებს მაქსიმე თუ მორწმუნეა კაცი მაშინ ის მადლით ღმერთი ხდება პირდაპირ უწერია იგი ღმერთი ხდება და თუ ის მიმღებლობითად ამ რწმენისა ღმერთი ხდება და უვნებობაში იმყოფება მაშინ მთა რომელიც გადაადგილებაზეც არის საუბარი იგულისხმება არა ის მთა ჩვეულებრივი გაგებით რომელიც შეიძლება ჩვენ აღვიქვათ არამედ იგულისხმება ხორციელება ესე იგი ჩვენ ხო ვთქვით რომ არსებობს ორი რჯული ხორციელი და სულიერი რჯული ხორციელებაში იგულისხმება გრძნობები და ხორციელი მიდრეკილებები და ჩვევები სულიერში რწმენა ანუ გონიერებაში რწმენა თუ ადამიანს რწმენა გააჩნია და არ შეურგულდება მაშინ ხდება ღმერთი უვნებო იმიტომ როგორც მოგახსენეთ მორწმუნე კაცი უსახო სასუფეველშია უკვე და თუ სასუფეველში ხარ მაშინ განღმრთობილი ხარ შენ თუ შესაბამისად შენ განღმრთობილი ხარ ნიშნავს რომ იმ პირველ რჯულს რომელსაც მთად უწოდებს მაქსიმე მთა მაქსიმეს თანახმად მთა კი არ არის ჩვეულებრივი არამედ არის ჩვენი ხორციელი განზრახულობანი და ჩვევები ესე იგი სულიერ მდგომარეობაში მყოფი კაცი რომელიც არის მორწმუნე კაცი უვნებობაში მყოფი შესაბამისად და ღმერთად ქცეული შეუძლია ის პირველი რჯული რომელსაც მთა ეწოდება ისე გადაადგილოს რომ სხვა შემთხვევაში ვერ შეძლებს რატო არ შეუძლია ჩვეულებრივ ადამიანს მორწმუნეობის გარდა გარეშე გადაადგილოს მთა თავისი ხორციელებისა იმიტომ რომ ხორციელება ჩვენში ჩვენი ვნებები ჩვენი ჩვევები ხორციელი არის იმდენად შთამკვიდრებული ჩვენში რომ ძალიან რთულია მათი უარყოფა და მოსპობა საერთოდ გადაადგილება ძალიან რთულია ამათი აბა კითხეთ ადამიანს რომელიც ეწევა როგორი რთულია ამ მთის გადაადგილება მისთვის კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ მთა არის ხორციელი მიდრეკილებების გაგებით მაქსიმესთან გაგებული და არა მთა ჩვეულებრივ შემთხვევაში აი თუ მორწმუნე ხარ თუ სულიერ საწყისებს დაქვემდებარებული ხარ მაშინ შეგიძლია შენ გადაადგილო ის ჩვევები რომელიც ჩვეულებრივ შემთხვევაში შეუძლებელია ადამიანისთვის აბა კითხეთ ლოტს როგორი რთულია მისთვის დანებება ამ ლოთობისა აუღებელი მთა არის აბა მრუშ შეეკითხეთ როგორი რთულია მისთვის ამ ვნებისადმი თავის დაღწევა აბა მოთამაშეს კითხეთ როგორი რთულია მისთვის ამ თამაშისაგან თავის დაღწევა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ვის შეუძლია მაქსიმეს თანახმად ამის გაკეთება შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ მორწმუნე სულიერ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს და აი როდესაც მაცხოვარმა თქვაო მაქსიმეს თანახმად რომ თუ კი ადამიანს რწმენა ექნება და არ შეურგულდება მაშინ შესაძლებელია მისთვის რომ ის ჩვევები რაც ადამიანს აქვს ხორციელი
შეცვალოს და მოძრაობაში მოიყვანოს ისინი. რაც ჩვეულებრივ შემთხვევაში შეუძლებელია თურმე. აი ესეთი ძალიან შეიძლება ითქვას მოკლე, მაგრამ ძალიან სიღრმისეული განმარტება და რთული ამავე დროს. და ყველა რთული განმარტებაა. ისეთი რთული, რომ თუ ვერ წაიკიდ, არ წაიკითხე რამოდენიმე ჯერ, თვითონ ტერმინოლოგიურად რთულია, დატვირთულია ძალიან. მე შევეცადე, რომ ცოტა ისეთი მარტივიანით მეთქვა, მაგრამ თვითონ მაქსიმესენა ძალიან რთულია. ჩვენ დრო და დრო ამას შევეხებით ხოლმე. იმიტომ რომ მაქსიმეს თეოლოგიის და სხვა მამების, რა თქმა უნდა, გარეშე ჩვენ წმინდა წერილს ვერ გავიგებთ. წმინდა წერილი ესეთი მარტივი გასაგები არ არის, როგორც ჩვენ გვთავაზობენ დღევანდელი პროტესტანტული და ნეოპროტესტანტული მიმდინარეობები. შენ როგორც გესმის, ისე გაიგე და წაიკითხე. და იქ ვინ რას წერდა შუა საუკუნეებში და იმის იქით, ეს თითქოს მნიშვნელობა არ არის. არ აქვს ამას. ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ეს ხალხი და მათ შორის უდიდესი მაქსიმი ამსარებელი, მხოლოდ ინტელექტუალები კი არ იყვნენ. ესენი იყვნენ ღვთივგაბრძნობილი ადამიანები. სულიწმინდით მაცხოვრებელი ხალხი იყო. და ამიტომაც წვდებოდნენ წმინდა წერილის ურთულეს ერთი მხრივ. თუ ადგილებს ისე, როგორც არავინ სხვა ისტორიაში. და ამიტომ დრო და დრო გვექნება ხოლმე შეხება ამ ადამიანებთან. დააგდოცოთ ღმერთმა და მოგცეს უფალმა გული გონიერი, ჯვარი გეწეროთ.